სწავლის, რომელიც არაფერში გამოგადგება. მართალი ხარ. Karate kicked my ass. დაწერა ეს კომენტარი. სწავლის, რომელიც არაფერში გამოგადგება. ისე არ თქვა, რომ სწავლის და მართალი ხარ. ბევრი მადანაშაულებს იმაში, რადგან ვაჯვამ უნივერსიტეტებს და სკოლებს, რომ მე სწავლის წინააღმდეგი ვარ. როგორ უნდა ვიყოს სწავლის წინააღმდეგი? მე ვარ თავად მასწავლებელი. აზრზე მოდით, რას ქვია, სწავლის წინააღმდეგი ვარ. როგორც ამ ადამიანმა დაწერა, იმ სწავლის რომელიც არ გამოგადგება. უნივერსიტეტში და სკოლაში წერა, კითხვა და რაღაც გარკვეული უნარების გარდა, ანუ 90% ინფორმაციის და ამ ჩასხმული დროის არ გადგება არაფერში. რამდენ ადამიანს იცნობ, რომელიც თავისი პროფესიით მუშაობს? ან რაში დასჭირდა მაგდენი წელი, რომ ამ პროფესიით ესწავლა? არ გულისხმობ ახლა დოქტორებს და იურისტებს. მიპასუხე, ადამიანების 90% არ არის დოქტორი და იურისტი, ხო? მაგათ გულისხმობ. რაში გამოგადგა უნივერსიტეტი და სკოლა? სწავლა არ არის მხოლოდ უნივერსიტეტი და სკოლა. და თუ ესე აზროვნებ, ვიზიარებ წუხარებას, არ ვიცი. ვერასდროს ვერ მივიღებ იმ ფაქტს, რომ ბევრ ადამიანს გონია სწავლა, მარტო სკოლა და უნივერსიტეტი. ამდენად close-minded ადამიანი, ამდენად tunnel vision ადამიანი როგორ უნდა იყოს, რომ სწავლა გეგონოს მხოლოდ უნივერსიტეტი და სკოლა. და მე გიკვირთ 25 წლის მერე, რატომ მიდის ყველაფერი ტრაკისკენ? იმიტომ რომ სწავლას წყვეთ, როგორც კი მორჩება სკოლა და უნივერსიტეტი. ის 17 წითელი დიპლომი ქონდეს სახლში. ცოტა აზრზე მოდით. ისწავლეთ ნაღდი, ნამდვილი უნარები. 900 ლარიანმა კურსმა მასწავლა 4 წელზე და 12 წელზე უფრო მეტი, ვიდრე სკოლაში და უნივერსიტეტში. 900 ლარი გადავიხადე ერთ კურსში, რომელმაც ონლაინ გაყიდვები მასწავლა, ონლაინ პროდუქტის შექმნა მასწავლა. და $10,000-ზე ნაკლებს მაგის მერე არ შეუძლო. იჯექი ახლა და სკოლა უნდა დავამთავრო, მე უნივერსიტეტი და მე რაღაცას ვიზამ და ვიღაცაზე ვიმუშავებ. ვიზე იმუშავებ. რამდენ ლარს გადაგიხდის? იქნები სტრესში. მე დალევ წარმატებულ ძმაკაცებთან ერთად ლუდს დალევ, ან ჩაარტყამ ბულბულატორს. ხომ იცი შენი ამბავი. აზრზე მოდი და მიხედე თავს. აბა შენიც.